ბევრ თქვენგანს უწუწუნია უთქვამს, წარმოუთქვამს შემდეგი სიტყვა, აი რა შეგვჭამეს ამ ინდოელებმა, პაკისტანელებმა, არაბებმა, ირანელებმა, ცალკეული მუსლიმური სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლება რამდენი არიან, როგორ გადაავსეს, გადაჭამეს ჩვენი, ასე მაგალითად, დედაქალაქი თბილისი, ქუთაისი, ბათუმიც, ალბათ, თელავიც, არ ვიცი, ზუგდიდიც, გორიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი თუ სხვადასხვა ქალაქი, რეგიონული ცენტრი, რეგიონის ცენტრი. მე ამ მოსაზრებას, ამ ქსენოფობიურ წიაღსვლებს გულახდილად გეტყვით არ ვიზიარებ, საერთოდ არ ვიზიარებ. მე მგონია, რომ არავის არ გადაუჭამივართ და საქართველო არის ტოლერანტული ქვეყანა, უნდა იყოს ტოლერანტული ქვეყანა ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენლის მიმართ, რომელიც დროებით, მაინც ასე უნდა ვთქვა, დროებით თავშესაფარს, დროებით საცხოვრებელს ეზებს და პოულობს ჩვენს ქვეყანაში. თუნდაც დასაქმდება ხოლმე ასე მაგალითად გლოვოს თუ ვოლტის ახალგაზრდები უმრავლეს შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ ბევრნი არიან სწორედაც რომ ამ ქვეყნებიდან ჩამოსულები. მაგრამ მეორე მხრივ მე კი არ მეწინააღმდეგები, თუმცა ეს არის ან შეიძლება იყოს პრობლემა ქართული სახელმწიფოსათვის, თუ ეს პოლიტიკა არ იქნება ერთგვარად რეგულირებული. ანუ თუ ღია კარი საქართველოში იქნება შენარჩუნებული კი არა, ასე შენარჩუნებული. თუ უპრაგონოდ, ბოდიში ასაკვირველია, უკლებლივ ყველას შეიძლება შემოსვლა და დასახლება დროებითი ბინადრობის საბუთის მოპოვება, დროებითი საცხოვრებლის მოპოვება და გარკვეული პერიოდის შემდეგ მით უფრო თუ გამარტივდება და თუ მარტივდება მოქალაქეობის მიღება, როგორც ასეთი, ხო, თუ ეს ასე მოხდება და ისინი მიიღებენ მოქალაქეობასაც. ოღონდ ისე რომ დამსახურება არ ექნება. დიახ, ცოტა მეც გულახდილად ვიტყვი ნაციონალისტურად გამომდის, არ უარყოფ ამას, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება, ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ამგვარია. მე უფრო მაწუხებს გულახდილად გეტყვით აი არაბებზე თუ პაკისტანელებზე თუ ირანელებზე, რომლებიც უპრაგონოდ შემოდიან ხშირ შემთხვევაში და მამუკა მდინარაძე ბანდიტის მიერ, მისი სტრუქტურის მიერ პრაქტიკულად არავის შემოწმება არ ხდება. მე უფრო მაწუხებს, უფრო შეუმოწმებელი, უფრო არ შემოწმებული მოქალაქეები რუსეთისა, რომლებიც კიდევ უფრო უპრაგონოდ შემოდიან. აი საქართველოში თუ შემოდის პირობითად ლაპარაკობ 100 მოქალაქე არაბული ქვეყნებიდან ყოველდღიურად დასახლდება, საქართველოში შემოდის 700 მოქალაქე ყოველდღიურად წილ და სახლდება სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე და ბანდიტი მდინარაძის და ბანდიტი კობახიძის სახელმწიფოდ წოდებული ეს წარმონაქმნი არავის ამოწმებს და მე არ ვიცი, არც ერთმა ჩვენგან არ იცის, ვინ არიან ისინი და აი ამ ადამიანებს მიღმა, ხო, კარგად შემოსილნი არიან ისინი განა არა, ხო, ამ ადამიანებში უფრო ზუსტი რომ ვიყოთ, არიან თუ არა რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე ეს უფრო პრობლემური მგონია, ანუ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა უფრო პრობლემური მგონია, ესე დავაბალოთ, მე მგონი ჯობია. ახლა მე სულ სხვა საკითხზე კი არა, ამ საკითხზე ოღონდ სხვა ჭრილში გავამახვილებ ყურადღებას. გავრცელდა ინფორმაცია ამგვარი და მე ჩავიკითხავ არქის, სამშენებლო კომპანია არქის შემთხვევაში ეს წელი, ანუ მიმდინარე, საკმაოდ სოლიდური ზრდით დაიწყო, ამბობს არქის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გვარს წავიკითხავ და მოგვიანებით. უძრავი ქონების ბაზარი მაისიდან უფრო გაჯანსაღდა და როდესაც უკვე დღეს ბაზარზე მთლიანად 8 თვის ჭრილში ზრდა შეინიშნება, ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, ანუ არქის შემთხვევაში, გაყიდვები კიდევ უფრო გააქტიურდა წელს 8 თვეში, ანუ იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტოს ჩათვლით.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბინების გაყიდვებში 31%-იანი, მოდი შეგნებათ 1% დავაკლოთ, 30%-იანი, 31%-იანი ზრდა გვაქვს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა ბაზარზე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, ასევე არარეზიდენტი უცხო ქვეყნების მოქალაქეებისაგან. არქი, როგორც ბიზნეს ჯგუფი, ისევე როგორც მაღალი ალბათობის სხვა ბიზნეს ჯგუფები, ვისაც ანალოგიური ზრდა აქვს, ამ ყველაფრით რა საკვირველია კმაყოფილია და კმაყოფილი უნდა იყოს, განა არა. იმიტომ რომ ისინი სამშენებლო ბიზნესში არიან, კორპუსებს აშენებენ და რაც მეც გაყიდიან, მით მეტ ახალ პროექტს დაიწყებენ, მით მეტად გაძლიერდებიან და ბუნებრივია ჩვენ გვჭირდება არქის სახით თუ სხვათა სახით ძლიერი კომპანიები, ძლიერი ბიზნესები, ძლიერი ინდივიდები, ძლიერი ოჯახები, რომ ამ არქის მესვეურთა, ლიდერთა უკან ხო ოჯახებიც დგას და ასე შემდეგ, მერე ისინი თუ აი ამ შემოსავალს თუ მოგებას უფრო ზუსტი ვიყო, აბსოლუტურად სამართლიანად და კარგად გადაანაწილებენ, ახალ ინვესტიციებს, რეინვესტიციებს დაიწყებენ, ახალ ინვესტიციებს ჩადებენ ამ ჩვენს გაუბედურებულ ქვეყანაში, ხომთლად კარგი. მაგრამ აი ეს პროცენტი 31% ფრიად შემაშფოთებელია, როდესაც მით უფრო ლაპარაკობს არქის ეს ხელმძღვანელი, ხო? იმას რომ არარეზიდენტი პირებიც არიან ბინების, ანუ სახლების, ანუ უძრავი ქონების შემსყიდველები. მე კვლავ მინდა გავიმეორო, რომ მე არ მინდა უშუალოდ მე შემემჩნეს ან ვინმე მომედაოს იმაში, რომ რამ ქსენოფობიური წიაღსვლები მაქვს, მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ საზღვრები და შემოსულები გასაკონტროლებელნი არიან და ჩვენ არა ძალიან ლიბერალური, მაგრამ არა ძალიან ლიბერალური და სახელმწიფოსთვის აუცილებელი მიგრაციული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ გვაქვს ამგვარი შედეგები თუ მონაცემები, რომ საქართველოსთან საკმაო რაოდენობის მოქალაქე ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით გადის გასულ წელს. რამდენიმე 10,000 იყო, იმის წინ ან 2023-შიც რამდენიმე 10,000 იყო, 200,000 გადააჭარბა თუ არ ვცდები, ანუ წასულები და არ დაბრუნებულები გნებავთ ევროკავშირში და გნებავთ შეერთებულ შტატებში, რუსეთში ვიღა მიდის მეთქი, ასე უნდა ვთქვა. მაგრამ ახლა ამაზეც არ ვსაუბრობ. მე ახლა ვსაუბრობ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი კობახიძის ერთ ბოდვაზე, რომელიც ამ ყველაფერთან კავშირშია. ირაკლი კობახიძე, ისევე როგორც ჩალვა პაპუაშვილი, ისევე როგორც გამობიზიდებული უკლებლივ ყველა, ანუ FSB-ს აგენტები, დინარაძე იქნება ეს პაპუაშვილი ხსენებული, სხვები და სხვები, დღენიადად იმას ცდილობენ, რომ მოახდინონ სტიგმატიზაცია, დემონიზაცია ევროკავშირის სივრცისა. და უკლებლივ ყველაფერს, რაზეც ლაპარაკობენ ევროკავშირზე ან ევროკავშირის ცალკეულ წარმომადგენლებზე, ასე მაგალითად ელჩზე თუ სხვებზე, ეს ყველაფერი მიმართულია სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს ქართულ საზოგადოებას ევროკავშირი როგორც ასეთი შეაძულონ და ტყუილსაც კადრულობენ, ნახევრად სიმართლესაც ამბობენ, სადაც სიმართლეს ამბობენ, იქ კონტექსტუალურად გასაკვირველია ეს ყველაფერი ჩასმულია იმ ნარატივში ან იმ მიზანში, რომ ევროპა როგორც ასეთი ქართულ საზოგადოებას შესძულდეს. აი ხლა ეს პრემიერად წოდებული კაცი ამბობს შემდეგ რამეს. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარედან და მათ უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანეს ევროკავშირიო. რაც ტყუილია, რასაკვირველია, მაგრამ თუ მიუყვებით ამას, მოდი ჩავეკითხოთ ესე ხო არ გვიპასუხებს, მაგრამ მაინც ბატონ კობახიძეს რას ნიშნავს გარედან იმართება? იმართება გარედან ნიშნავს და მაღალი ალბათობით კი არა 100%-იანი ალბათობით, შესაბამისად 100%-ით კობახიძე გულისხმობს, რომ გარედან, ანუ შეერთებული შტატებიდან მართავენ ევროპას, ევროპულ ბიუროკრატიას, შესაბამისად ის არა მხოლოდ ევროკავშირს, ან ევროკავშირის ბიუროკრატიას აკრიტიკებს, არამედ ის აკრიტიკებს შეერთებულ შტატებსაც და ეს არც თუ უმნიშვნელო რემარკაა მისი. რა თქმა უნდა, ინერციით ინარჩუნებს ევროკავშირი კეთილდღეობის გარკვეულ დონეს, საკმაოდ მაღალ დონეს, რაც დააგროვა უწყვეტი 60 წლიანი მშვიდობის პერიოდში, მაგრამ ტენდენციები, კობახიძისეული გაგებით, ევროკავშირში არის ეკონომიკური ტენდენციები არის უმძიმესიო. და აქ უკვე იწყებს ბოდვას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30%,
და შემცირებულია 17.9%-მდე და მე დავიწყე გადამოწმება გულახდილად გეტყვით პრემიერ-მინისტრად წოდებულ პირს უკლებლივ ყველა ფერზე უნდა უპასუხოთ ალბათ ძნელი იქნება რთული იქნება იმიტომ რომ ის ყოველ წამიერად ან ყოველ საათში ერთხელ ერთ სისრულეს აბრეხვებს ხოლმე მაგრამ ხანდახან მაინც უნდა ფართო საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ როგორ მანიპულირებს ის რიცხვებით და მე გეტყვით რომ 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში არა 30% იყო როგორც ბრძანებს პრემიერ-მინისტრად წოდებული ბანდიტი კობახიძე, არამედ იყო 25.26% და ის შემცირებულია არა 17.9%, არამედ 18.9%-მდე და ამასაც აქვს საფუძვლები თავისი მათ შორის. რა საკვირველია აღმოსავლეთის კი არა აღმოსავლეთის და განსაკუთრებით ჩინეთის ეკონომიკის გაძლიერება ამ 2008 წლიდან 17 წლამდე 25 წლამდე ანუ 17 წლის განმავლობაში ექსპორტის გაძლიერება ჩინეთიდან ევროკავშირში გარკვეულწილად და ახლა უკვე სხვა ტენდენციებს ვაქცევთ ყურადღებას და სხვა ტენდენციები შეინიშნება ევროკავშირში ადგილობრივი წარმოების გასვლა, კი არა შემცირება და გადატანა სწორედ აღმოსავლეთში მათ შორის ჩინეთში და ასევე ინფლაციური პროცესები და ასევე ევროს და დოლარის ურთიერთმიმართება ამ 17 წლის განმავლობაში. ევროკავშირი არ არის დასუსტებული, ეს მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 5-7%-იანი სხვაობა ეკონომიკებში და ეკონომიკაში წილში 2008 წელსა და 25 წელს შორის, ევროკავშირი დასუსტებისკენ სულაც არ მიდის, უბრალოდ ძალიან ძლიერდება ჩინეთი ამასობაში და სხვა თუ არაფერი ამას არ შეიძლება, არ უნდა ამბობდეს პირი, რომლის ქვეყანაშიც უტრირებულად რომ თქვათ, ასანთის წარმოებაც კი არ ხდება, აბა მაშინ შეადარეთ ეკონომიკის, აი საკუთრივ ჩვენ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკის წილი 2008 წელს და წილი 2025 წელს, რამდენად დასუსტებულია ქვეყანა 25-ში 2008-თან შედარებით, თუნდაც პროცენტულ მაჩვენებელში ქვეყანა რამდენად დასუსტებულია ეკონომიკის შექმნის თვალსაზრისით საკუთრივ მის ტერიტორიაზე. ეკონომიკა არის ტაბუდადებული თემაო, თქვენ რომ ნახოთ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით ბიუროკრატების მონაწილეობით რა ბოდავს. წარმოიდგინეთ ახლა ამხელა ვარდნა აქვთ რა ნიშნავს პოლიტიკური გავლენების რადიკალურად და ასე შემდეგ და უნდა ჩავიდე ეკონომიკა ჩავიდა 17.9%-მდე, რაც შეეხება იდენტობას და აი აქ არის ძალიან საინტერესო პასაჟი ბანდიტისა, ირაკლი კობახიძისა, რომელიც ამბობს. რაც შეეხება იდენტობას პირველ რიგში მიგრაციის გამო არის კატასტროფული პრობლემები. უკაცრავად. ახლა დავუბრუნდეთ არქის ერთ-ერთი დამფუძნებლის თუ დირექტორის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში გაიზარდა გასულ წელთან შედარებით უძრავი ქონების შეძენის პროცენტული მაჩვენებელი 31% და არქი ალბათ ერთ-ერთი თვალსაჩინოება, ალბათ სხვა სამშენებლო კომპანიებიც ადასტურებენ ამას დაახლოებით პლუს მინუს ამგვარი მონაცემები აქვთ ვის ხარჯზე გაიზარდა. ისინიც ამბობენ არქი ადასტურებს ამას რომ არა რეზიდენტი პირები, ანუ თუ გნებავთ ესე ვიტყვი, არაბები, ირანელები, ჩინელები, პაკისტანელები, ახლო აღმოსავლეთის თუ ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები, თურქები, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, აგრეთვე რუსები და უკრაინელები ყიდულობენ აქ უძრავ ქონებას. ხოლო ირაკლი კობახიძე იდენტობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, პირველ რიგში მიგრაციის გამო არის კატასტროფული პრობლემებიო, რას ჩივი ხარ შენ პოლონეთში არსებულ თუ სხვაგან არსებულ მიგრაციის პრობლემებზე, როდესაც მიგრაციის სრულიად კატასტროფული მონაცემები შენს მიერ საზღვრების მოღიავების გამო გაქვს აქ ამ ქვეყანაში შექმნილი კატასტროფული პრობლემები, შენ ლაპარაკობ საფრანგეთსა თუ გერმანიასა თუ ბრიტანეთზე, ეს უკანასკნელი კი არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ მაინც აქ ბრიტანეთსაც ახსენებს კონკრეტულად ლონდონს, პოლონეთზე ლაპარაკობ, ბელგიაზე თუ სხვა სახელმწიფოებზე გულისხმობ, რაზეც თუ ვისზეც არ ლაპარაკობ და შენთან კი ესეთი საოცარი მდგომარეობა, საოცარი და საშინელი საქართველოს მოსახლეობის, ქართველი, ესე ვიტყვი,
მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველწლიურად გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შემოდიან კრებსითი პაკისტანელები, ოღონდ მე არ მინდა რომ მე თვითონ ჩამეთვალოს ეს გარკვეულ შოვინიზმად ან ქსენოფობიად და არ მინდა რომ ვინმე მიიჩნიოს რომ მე მაინც და მაინც დიდი წინააღმდეგი ვარ, ოღონდ პოლიტიკის ჩამოყალიბება რომ აუცილებელია, მიგრაციული პოლიტიკის ჩამოყალიბება რომ აუცილებელია, საზღვრების გაკონტროლება და ყველას უპრაგონოდ შემოშვება რომ აუცილებელია და ასევე საერთოდ რეგულაციები რომ აუცილებელია დაახლოებით ისეთები როგორიც არის ევროკავშირში და ეს არ არის დასამალი, ეს კი ფაქტია. მაგრამ გავაგრძელოთ ბანდიტი ირაკლი გობახიძის ციტირება და ის უკვე გადადის რელიგიური იდენტობაზე და რელიგიური იდენტობის შინარჩუნების თვალსაზრისით, მაგალითად ინგლისში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი არის მუჰამედი, ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში ასევე ყველაზე ხშირად დარქმეული სახელია მუჰამედიო. მე არ ვიცი ეს ესე არის თუ არა, ოღონდ რო გადავამოწმო, მაღალი ალბათობით ეს ესე არ არის და თავარი, რა საკვირველია. ეს არის ევროპის მაქსიმალური სტიგმატიზაცია და მაქსიმალური შეძლების და გვათ მაქსიმალური დემონიზაციის ცდილობა ადასტურებს კი არა მიანიშნებს და ეუბნება ქართულ საზოგადოებას ირაკლი გობახიძე ბანდიტი რომ ნახეთ რა ცუდია ბერლინი, რა ცუდია ლონდონი, რა ცუდია არ ვიცი მიუნხენი თუ ლივერპული ან საერთოდ ევროპა, ევროკავშირი ცალკე და ბრიტანეთი ცალკე რომ იქ იდენტობა რელიგიური იდენტობაც კი არა აქვთ, ქრისტიანებიც კი აღარ არიან, შეშჭამა აი ამ ახალი ტიპის მიგრაციამ ევროკავშირის ან ბრიტანეთის და ბრიტანეთის სივრცე ეს სახელმწიფოები და ჩვენ სადღა მივიჩქარით, როდესაც ესოდენ კატასტროფული მდგომარეობაა ევროკავშირშიო, რატომ უნდა მივიწევდეთ, თუ ერთგვარად ამზადებენ კიდეც ქართულ საზოგადოებას საიმისოდ, რომ საბოლოო უარი თქვან, თავად თქვან უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რაც თქვეს კიდეც, მაგრამ გასული წლის ნოემბერში ნათქვამ სიტყვაში იყო ესეთი ზმნა ჩვენ შევაჩერეთო, შეჩერება კი არა დავასრულეთო ამის თქმისაკენ, ამ ზმნის წარმოთქმისაკენ მიდის ბანდიტი კობახიძე, მოქმედი ბანდიტი, მთავარ ბანდიტი ივანიშვილის თაოსნობით თუ თავკაცობით თუ კარდახით. იდენტობას კარგავენ, წერს თუ ამბობს კობახიძე. რელიგიურ და ეთნიკურ იდენტობას. გერმანიაში 50% ჩამოწდა უკვე ქრისტიანობის ხვედრითი წილი და საქართველოში ტენდენციის თვალსაზრისით თქვენ მოგმართავთ ძვირფასო მაყურებლებო, რომლებიც ესოდენ აღშფოთებულები ხართ იმის გამო, რომ ბევრი ინდოელი თუ ბევრი პაკისტანელი არის ქალაქის ქუჩებში და რატომღაც ვერ შენიშნავთ ხოლმე მართლმადიდებელ, მაგრამ რეალურად კი მტერს, მტერი სახელმწიფოს რუსეთის მათ შორის კუნთმაგარ მოქალაქეებს, რომლებიც დადიან ყველა ქალაქში თუ ყველა ქუჩაზე და ღმერთმა უცხის, რას ჩაიდენენ რუსეთის სასარგებლოდ ეს კუნთმაგარები და შესაძლოა არა კუნთმაგარებიც საჭიროების შემთხვევაში თუ შესაბამისი ბრძანება მოუვივათ კრემლიდან, FSB-დან ან აბასთუმნის უღრანებიდან, სადაც სახლობს ბიზინა ივანიშვილი. მე გეკითხებით თქვენ. რელიგიური იდენტობა პირდაპირ იკარგებაო, როცა ამბობს ბანდიტი კობახიძე, ეს არის კატასტროფული ტენდენციებიო და 50% ჩამოწდა უკვე ქრისტიანობის ხვედრითი წილიო, თქვენ როგორ გგონიათ? ქრისტიანობის ხვედრითი წილი საქართველოში არ შემცირდება განა ამ მოღიავებული საზღვრების პოლიტიკის პირობებში, რომელს ავტორიც ამ პოლიტიკისა არის სწორედ კობახიძე და სწორედ კობახიძე მათ შორის, იმიტომ რომ ამორჩეველთა რაოდენობა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ასე მაგალითად 2028 წლისათვის გაზარდოს იმის ფონზე, რომ ბევრი ქართველი მოქალაქე ტოვებს სამშობლოს, დედასამშობლოს, გაზარდოს სწორედაც რომ უმეტესწილად ასაკვირველია 70-80,000 ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე, რომლებიც რას ჩაიდენენ ღმერთმა უწყის გარკვეული პერიოდის შემდეგ. განვაგრძოთ კრიტიკა ბანდიტი კობახიძისა. ეს არის კატასტროფული ტენდენციები, რომლებსაც ვხედავთ ევროპის მასშტაბით და ეს ხდება იმიტომ, რომ ევროპული ბიუროკრატია შედგება არსებითად აგენტებისაგან, ცხადია გულისხმობს ამერიკის აგენტებს, რომლებიც მოქმედებენ გარე ძალების, ანუ ამერიკის კარდახით და არასაკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად. ამიტომ არ ვიცი, რამდენად შეიძლება გქონდეს არსებითი ცვლილებების მოლოდინი, ანუ მას მოლოდინი უნდა რომ გქონდეს ევროპაში ცვლილებისა,
თუ რამე შეიძლება უკავშირდება ცვლილებები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაში, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულება. ოპს, ძალიან საინტერესო პასაჟი. ახლა მე კი ვამბობ და სწორსაც ვამბობ, რომ უკრაინაში გაცრავად, რომ ბევრი რუსია ჩამოსული და უპრაგონოდ არიან შემოსულები. მაგრამ ეს რუსები, მათი დაცვა ხო ბუნებრივი არ მინდა, მაგრამ მაინც ამ თავისი დარეგისტრირებული ფირმებით და 22,000 ფირმა აქვს დარეგისტრირებული, ხშირ შემთხვევაში ერთჯერადაც ცხადია, ანუ უმოქმედონი. მაგრამ რუსები აქ cash-ს როგორც ასეთ სულ მინიმუმ თუ გადასახადებს არ იხდიან და ალბათ არ იხდის მათი უმრავლესობა, cash-ს როგორც ასეთს აჩენენ, ანუ cash-ი როგორც ასეთი ფული, ხელზე ფული საზოგადოებაში არის. აკი ამიტომაც არის გადატენილი ხშირ შემთხვევაში ბაზრობები თუ მოლები დღესასწაულებზე და არა მხოლოდ დღესასწაულებზე. აკი ამიტომაც არის ლარის ასეთი ამაში ლარის ამ კურსის შენარჩუნებაში cash-ის არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვან წვლილს და წილს ასრულებს, წვლილს თამაშობს. მაგრამ ეხლა წარმოვიდგინოთ ეს ბანდიტი კობახიძე რომ ბრძანებს, რომ დასრულდა, რაც რასაკვირველია უნდა დასრულდეს, ოღონდ უკრაინის გამარჯვებით და არა ისე როგორც კობახიძეს უნდა, დასრულდა ომი უკრაინაში. დაახლოებით 20 ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით 1000 უკრაინელიდან ბევრი, პირობითად 15 და დაახლოებით 60-80-დან 1000 რუსი ამ ქვეყნიდან გავა. დაბრუნდება და იტოვებენ რა უძრავ კონებას გასაქირავებლად, ან ისე მიაგდებენ, როგორც შეუძლიათ რომ მიაგდონ ყოველგვარი შემოსავლის, დამატებითი შემოსავლის მოძიების ან შემოსავლის მიღების სურვილის გარეშე. ანუ არქიში პირობითად ისინი ვინმე ივანოვი დაიტოვებს კონებას, ისე რომ არც გააქირავებს, მაგრამ დაბრუნდება თავის მოსკოვსა თუ პეტერბურგში. ისევე როგორც უკრაინელი, რომელიც გამოექცა ომს, თუ გნებავთ ასე მძიმედ შევაფასოთ და ასეთებიც არიან ჩვენს სინამდვილეში, ისინი დაბრუნდებიან კიევსა თუ ლვოვში თუ დნეპროპეტროვსკში, ოდესასა თუ არ ვიცი ხარკოვში და ამ ქვეყნის ეკონომიკაში ფულს ვეღარ შემოიტანენ, ქეში გაქრება. როგორც ასეთი შემცირდება, როგორც ასეთი, იმიტომ რომ ისინი იქ შოულობენ ფულს და აქ ხარჯავენ, იქ შოულობენ და აქ ხარჯავენ. ხო, მათ შორის ონლაინ შოულობენ, ანუ უმრავლეს შემთხვევაში მართლა არიან ან გარკვეულ შემთხვევებში რაღაც ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრირებული და ონლაინ ბიზნესები აქვთ. უკრაინაში ომის დასრულება, რაც დასაკვირველია, დასასრულებელია და კარგია. საქართველოს ეკონომიკისათვის კობახიძე ბანდიტმა პრემიერად რომ მუშაობს, იმ კაცმა არ იცის. საქართველოს ეკონომიკისათვის იქნება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი. ეს რომ ვიცოდეთ. და ხულისხმობ რასაკვირველია პირველ ყოვლისა თეთრ ფულს, ანუ თეთრ cash-ს, ხელზე ფულს, რომელიც აკტრიალებს სწორედ მათი მხრიდან, მაგრამ არ იმის სხადი არ მივესალმები, მაგრამ არც იმას უარყოფ, რომ შავი ფული და აგრეთვე აგრეთვე უკანონო ფული, მოდი ასე ვიტყვი, უკანონო ბიზნესებიდან სხვა ფრთხილს არ გავხსნი, არსებული თუ შემოსული ფული ამ ქვეყანაში ტრიალებს, ვიცით ჩვენ, რაც ასაკვირველი აღმოსაფხრელია ბარემ, ნებისმიერ შემთხვევაში ბარემ ვიტყვი, იმიტომ რომ უფრო მეტი სიავე მოაქვს, ვიდრე სიკეთე თუ მოაქვს, საერთოდ არ მოაქვს. ასევე უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, როგორ გონიათ ახლა სახლს რომ აშენებთ, აი არქი რომ აშენებს მაგალითად. არქის ხო მყავს მუშები, რომლებიც აგურზე, ბლოკზე დებენ. ხო? მე ძალიან ვამარტივებ, ცხადია, მაგრამ აი ასე წარმოვაჩინოთ. სად სწავლენ ეს მუშები, როგორ გონიათ? უმრავლესობა მუშა ხელი გაქრება საქართველოსთან. და ის წარმატებული ბიზნესებიც თუ ამას წარმატებულობა ჰქვია, რაც უმრავლეს შემთხვევაში სწორედ სამშენებლო ბიზნესთან არის ასოცირებული თუ მიკავშირებული, ის წარმატებული ბიზნესებიც კი ესოდენ წარმატებული ვერ იქნება რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველი, იმიტომ რომ მუშახელი გაქრება და უკლებრივ ყველა ან ბევრი გადაინაცვლებს უკრაინაში, სადაც უკრაინის აღდგენის პროგრამა ჩაირთვება და მეც გადაუხდიან ჩვეულებრივ სპეციალისტებს, რომლებიც უკრაინას დასჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში და იქ იქნება ძალიან დიდი კონკურენცია პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოთა მოქალაქეებისა, ყაზახსაც მოუნდება, უზბეკის პირობითად ვლაპარაკობდა, სომეხსაც, ქართველის ჩაჩოჩება და ჩაგვრა მისი ამ სიტყვის კარგი კონოტაციით, დამტკიცება, რომ უკეთესი შემდუღებელია, ვიდრე
თურქმენი, ან აზერბაიჯანელი, ან ქართველი, ან რუსიც კი ჩავა, ასაკვირველია ვინ მიუშვებს, მაგრამ მაინც იქ გადაამოწმებენ, ვიდრე უკრაინელი, ადგილობრივი მუშახელი. ეს ერთი, მეორე აქ შეიქმნება სხვა დამატებითი პრობლემა. უძრავი ქონების შესყიდვა არარეზიდენტი პირების მიერ აღარ მოხდება. ოღონდ მე რასაკვირველია უკრაინის ომის დასრულების მომხრე ვარ, მე მომხრე ვარ, რომ უძრავი ქონების შესყიდვა არ ხდებოდეს გადაუმოწმებელი პირების მიერ თუ მხრიდან და დინარაძე ბანდიტის თუ კობახიძე ბანდიტის სახელმწიფო, ანუ მათი თავკაცობით არსებული სახელმწიფო პირველი არავის აკონტროლებს საზღვარზე, არა აქვს შემუშავებული არანაირი საემიგრაციო პოლიტიკა, არანაირ პირობას არ ქმნის, რომ წასული ქვეყნიდან წასული საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ საქართველოში, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამყარდეს ნორმალური და სწორი მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, საკუთრივ უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში და ლაპარაკობს და დაკავებულია, მხოლოდ დღენია დაკავებულია იმით, როგორ გააკრიტიკოს, როგორ შეაძულოს საზოგადოებას ევროკავშირი და დასავლური სივრცე, ევროკავშირს საერთოდაც ვიღაცის მიერ შეერთებული შტატები იგულისხმება მართული სივრცე უწოდოს, ბიუროკრატია და ავრცელოს ტყუილები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირში ეკონომიკა მცირდება, მაგრამ ამას აქვს თავისი სხვა ობიექტური საფუძვლები და არა ის საბაბ მიზეზები, რომლებიც მოათრია და დაატყეპა მაგიდაზე საკუთარი რუსული ენით ბანდიტმა კობახიძემ და ამას აქვს გაცილებით სიღრმისეული მიზეზ საფუძვლები, კერძოდ ჩინეთი, კერძოდ ინდოეთი, კერძოდ მუშახელი, კერძოდ სალდო, კერძოდ ვაჭრობა, კერძოდ ინფლაცია, კერძოდ დევალვაცია, დოლარის მიმართება ევროსთან, დოლარის მიმართება იუანთან, უამრავი არამ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოღონდ კობახიძეს და პაპუაშვილს ეს სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ გვითხრათ, რომ სადღა მივდივართ, როცა ესეთი დასუსტებულია ევროკავშირი, ესეთი ცუდია ევროკავშირი და ბაბოლებენ, რასაკვირველია, ისინი ბანდიტი კობახიძე და ბანდიტი ივანიშვილი და ბანდიტი პაპუაშვილი ქართული საზოგადოების ნაწილს აბოლებენ საკუთარივე პროპაგანდისტური მანქანების გამოყენებით და მე თუ მკითხავთ, კობახიძე ხო დამნაშავეა, მაგრამ იმედის მესვეურები, იმედის ლიდერები რუხაზიდან დაწყებული და გაგრძელებული რომელიმე მაღალ იერარქით, უშუალოდ იმედის, TV იმედის სივრცეში, ხო ტელეკომპანია იმედში თავადასტურე დაცემინებით, ისინი კი მოდიშებთ, იცით თქვენ რომ ბევრ თქვენგანს ვიცნობ, მაგრამ თქვენს დამნაშავენი ხართ ქართული სახელმწიფოს წინაშე. და დაიხურება იმედი, ან შეიცვლება იმედი და ნახავთ როგორი სწორი აქცენტები ექნება, როგორ სწორ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული ქართული საზოგადოება, ახლა თქვენს მიერ ტვინ გამორეცხილი და დაბოლებული. ნახვამდის.